კითხვა მიშა ფეიქრიშვილთან ერთად. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი სტუმარი გახლავთ ეროვნული ფორუმის წევრი რეზო შავიშვილი. სტუდიის ტელეფონის ნომრებია 92 11 88 92 11 89. ჩვენს მსმენელებს უკვე საშუალება აქვს რომ ჩაერთონ ჩვენს დიალოგში, გამოთქვან თავიანთი მოსაზრება ან დასვან კონკრეტული შეკითხვა. ვიდრე მსმენელი შემოგვიერთდება, ბატონო რეზო, რეკლამამდე დასმული, ასე ვთქვათ, საკითხები განვაგრძოთ. ახლო აღმოსავლეთი, როგორც მოიხსენიებენ ხოლმე, იქ მიმდინარე მოვლენები და შედარება და გარკვეული პარალელების ძიება საქართველოსთან. მოდი გეტყვით ერთ რამეს, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიდის, ისეთი როგორც არ ყოფილა ამ მიმართულებით ისტორიაში მე არ მახსოვს ყოველ შემთხვევაში ორი სტანდარტი, ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა, ორი სტანდარტი ყალიბდება დღეს ახლო აღმოსავლეთში, მსოფლიოს სტანდარტი. ეს არის დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლის სტანდარტი. თქვენ იცით რომ ყველა ადამიანის უფლების ყველანაირ დეკლარაციაში წერია რომ ადამიანს აქვს აჯანყების უფლებაც მათ შორის შეიარაღებული აჯანყებისაც კი თუ რა თქმა უნდა არჩევნებით ვერ აღწევს ვერაფერს. ხო, მაგრამ ეს არ განხორციელებულა და თუ სადმე რამე მსგავსი ხდებოდა, ყველას ექსტრემისტს ეძახდნენ და ასე შემდეგ. დღეს ეს ასე არ არის, დააკვირდით. სამოქალაქო ომი მიდის ლიბიაში, ამ პირველი საპროტესტო გამოსვლის წინ ვერავინ ვერ ივარაუდებდა მსოფლიოში რომ ლიბიაში საერთოდ რამე შეიძლება მოხდეს. ანუ სტანდარტი ვიმეორებ, პირველი სტანდარტი ეს არის სტანდარტი აი ამ რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლისა. ამერიკის პრეზიდენტმა ფაქტობრივად საშუალო გამოწერა გუბას სარიკიძემ გააკეთა ასეთი განცხადება. და მეორე სტანდარტი ეს არის დასავლეთის დამოკიდებულება ანალოგიურ პროცესებთან. ხომ? და სწორედ ობამას განცხადებით ძალიან მოკლედ ჩამოყარა, რანაირი მეგობარიც არ უნდა იყოს ავტორიტარული რეჟიმის ხელმძღვანელი, მაგალითად ხოსნი მუბარაკს გულისხმობდა იმ მომენტში, როცა ამერიკა ყოველთვის დადგება ხალხის მხარეს. ეს მეორე სტანდარტია. ამან გამოიწვია სწორედ მერე აი ეს დომინოს პრინციპით არაბულ სამყაროში, მათ შორის საკმაოდ მდიდარ ქვეყნებში და სოციალური ფონით, ესე იგი არამძიმე სოციალური ფონით ასეთი მასობრივი გამოსვლები. ანუ დასავლეთის პოზიციამ სერიოზულად განსაზღვრა და მიმართულება მისცა ამ პროცესებს. მოდი ვთქვათ, ახლა საქართველოსზე გადმოვიტანოთ, რაზე დგას სააკაშვილის ხელისუფლება დღეს და რაზე იდგა ამ დღეს. ეს იყო დასავლური მხარდაჭერა, უპირობო პრაქტიკულად მხარდაჭერა და ძალოვანი სტრუქტურა. მეტი არაფერზე არ დგას. დასულ დროში საუბრობთ. დღეს რაზე დგას? დიახ, მაგრამ ეს ფაქტორი ამ სიტყვებს უკან დასავლეთი ვეღარ წაიღებს. ეს ფაქტორი მას პრაქტიკულად მოხსნილი აქვს. ამიტომ, როცა ჩვენ რევოლუციურ სიტუაციის სტიმულებზე ვლაპარაკობთ, რევოლუციის სტიმულებზე ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, არაბულ სამყაროში მიმდინარე პროცესები და დასავლეთის პოზიცია ამ სტიმულებს კი არ აქრობს, არამედ აძლიერებს. მე მინდა ფორუმის სახელით განვაცხადო, ჩვენ არ ვართ მომხრე რევოლუციებისა. არ ვართ მომხრე, მაგრამ თუ ხალხი ამას იზამს, ფორუმი აუცილებლად ხალხის გვერდზე დადგება. ეს არის ძალიან მკვეთრი და სწორი პოზიცია ჩემი აზრით. ბატონო რეზო, ორი მსმენელი გველოდება, მოვისმინოთ მათი შეკითხვები, ვუპასუხოთ. მოგესალმებით. მოგესალმებით. გამარჯობა. ბატონო რეზო. დიახ, გისმენთ. თქვენ ხართ ყოფილი კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ნომენკლატურის წარმომადგენელი. არა, ჩემო კარგო, მე არასდროს კომპარტიაში არ ყოფილი ვარ და კომპარტიის დროს არც არასდროს მიმუშავია სახელმწიფო სტრუქტურა. თქვენ მაინც იმ დროს მუშაობთ. არა, ერთ-წამს. მოდით ახლა რა შეასაქმეთ? დღევანდელი ოპოზიცია. ბიზნეს ოპოზიცია. ჩაშმოთკილები, მანქანებით, ჯიპებით დაგრიალებენ, ზაფხულში კარგად ისვენებენ, გაზაფხულზე და შემოდგენ, როცა სიცხეები არ არის. მოუწევთ ესა მიტინგების და ისინის ჭყურილი მოკლავთ ხოლმე. გამკეთებელი არიან, პატრიარქი მოუწოდებს ერთიანობას საქართველოს. თქვენ ჯიპში დგენათ, ნიშნის მოგებით შორიდან ლაპარაკობთ, იქ ბურჯანაძე და თელესენ შეკრებილები პარტიების სიმრავლეს პირველ ადგილზე ვართ. ხო და პარტიაც კიდე ქვეყანა. ხოის ნიმუშები რომ მოკავთ თქვენ, აბა ჩვენს გაითვალისწინებთ. ამ პატარა ქვეყანაში ამდენ პარტიას რა უნდა, რა გინდათ? კიდევ ქმნიან პარტიებს. ახლა რიგში დგანან განცხადებებით, ახალ პარტიებს ქმნიან უკრაინაზე და ვიღაცები. დიდი მადლობა ზარისთვის პარტიების სიმრავლეზე საუბრობთ. მსმენელი მოდით გამოვეხმაურებით აუცილებლად მეორე მსმენელის შეკითვაც მოვისმინოთ და ორივე მსმენელის მოსაზრება შეკითვას გავიხსენოთ. ეთერში ხართ, მოგესალმებით. ბატონო ჩემო, ეგ რეზო შავიშვილი ბრძანდებოდა შევარნაძის მარჯვენა ხელი. გესმით ჩემი? ეთერში ხართ, გისმენთ ჩემო კარგო. შევარნაძის მარჯვენა ხელი სადაც აყვავდა კორუფცია და ხუთუმა სამყაროს მიაღწია უმაღლეს საფეხურზე. აი ეგ რეზო შავიშვილი შევარნაძესთან ერთად მუშაობდა მაშინ. ეხლა ბატონო, მიშა სისვა მაგას არ ენახულებათ. მიშა არ მუშაობდა ბატონო ჩემო. ეს ლიბია
არც კიდე სხვა ქვეყანა რომ მაგათმა რევოლუცია მოახდინონ. რაც ეხება ინო ბურჯანას და ნოყანეს ეგეთი ვაიჯეთ ციხეში. გასაგებია თქვენი მოსაზრება. მაგათი აუცილებლობა. კარგი, დავიწყოთ კომუნისტური პარტიაში შემოყოფნიდან არ ყოფილვარ ჩემო ბატონო 78 წლიდან ეროვნული მოძრაობაში გახდით. ვიყავი გეოფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომელი, ვარ მეცნიერებათა კანდიდატი, არ მიმუშავია სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში სამეცნიერო დაწესებულებაში. შემდეგ ვიყავი კონტროლის პალატის თავმჯდომარე. ხო, რაც შეეხება მანქანებს და ჯიპებს, ფორუმს ეტყობა არ ეხება ეგა. მე არ მინდა ვილაპარაკო ფორუმის ლიდერები როგორ ცხოვრობენ. ჭორებს თავი დავანებოთ ძალიან გთხოვთ. თუმცა ბევრი ჭორია ხომ ზოგადად ეროვნული ფორუმის ჭორი იმის ჭორია, რომ ძალიან სწრაფად გაქრება. ხელოვნურად როცა ეწყობა ამას ხელი არ ვარგა, რა თქმა უნდა. პარტიების რიცხვი, დიახ, ძალიან ბევრია, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში. უბრალოდ ამ პარტიებიდან 99% უბრალოდ ქაღალდზე არსებობს და მათი არც თავმჯდომარის, არც წევრების ვინაობა არავინ არ იცის. ასე გაფორმდა თავის დროზე და მე გაუქმება ახლა ყრილობები ჭირდება და ვეღარ ატარებენ და ამიტომ წერია სიაში. რეალურად საქართველოში დღეს მოქმედებს 10-12 პოლიტიკური სუბიექტი, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა და ასე შემდეგ. რაც შეეხება შევარდნაძის ხელისუფლებას. ჩემო კეთილო, თქვენ მოგმართავ და იქნება იკითხოთ კიდევ. როცა კორუფციაზე ლაპარაკობ, ჩავშილს არ ახსენებენ ხოლმე. არ ახსენებენ ხოლმე. მე მანქანაც კი არ ამყავს, ოროთახიან ბინაში ვცხოვრობ და არაფერს ხელს არ პირიქით. იქნება ნახოთ ჩემი მოხსენებები, კონტროლის პალატის მოხსენებები, როცა ყოველ წელიწადში ორჯერ მთავრობას და შევარდნაძესაც ორიანს უწერდა თავის საქმიანობაში. მიხეილ სააკაშვილი უმრავლესობის ლიდერი, მე ბევრჯერ მივდიოდი, მიმქონდა პარლამენტში მოხსენება და ვეუბნებოდი. დიახ. ზურაბჟვანიაც გახდათ. თქვენ ხართ 235 კაცი, მე მარტო გავარ. მე უარყოფითად ვაფასებ მთავრობის მუშაობას თან წერილობით. იქნებ ერთხელ მაინც დამეჭიროთ მხარი. დაწერდნენ მოისმინა კონტროლის პალატის მოხსენება. ეს მარჯვენა ხელობას ნიშნავს, ჩემო კარგო. ორი მსმენელი გამოვეხმაურებით ორივე მსმენელს. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა ბატონო მიხეილ. გამარჯობა. ბატონო მიხეილ, მოვლედ გეტყვით ახლა დრო არ წაგართვათ. დიახ. თქვენი სტუმარი არის ერთ-ერთი ჭკვიანი კაცი, ნორმალური პატიოსანი. მე მის პარტიის წევრი არა ვარ, საერთოდ უპარტიო კაცი ვარ, მაგრამ რაც ვაგვირდები ამ ბოლო 20-30 წლის მანძილზე, ეს არის ერთ-ერთი ნორმალური, გაწონასწორებული კაცი, როგორც დაუშვათ სხვა ეკონომისტებიც არიან, ონოფრიშვილი, ლადო ბაბავა. სოდვის კითხვაა ჩვენს ქვეყანაში, ხობალია იყოს ეკონომიკის მინისტრი და ეს ხალხი იყვნენ გარეთ სადღაც სადარბაზოებში მუშაობდნენ. აიმიტომა რომ მთელი ქვეყანა შიმშილით კვდება, სოფლის მეურნეობა არ არსებობს, მრეწველობა არ არსებობს, ეკონომიკა არ არსებობს, ტრანსპორტი, ავიაცია, აფერი არ არსებობს საერთოდ. მიუშვით ეს ხალხი ნაწილობრივ მაინც სადმე ადმინისტრაციულ საქმიანობაში და ეგება ეშველოს ქვეყანას რამეგას. ამ ჭკვიანი ხალხის გამოცდილება ხო უნდა დავეხმარიოთ რაღაცაში მაინც, თქვენ დალოცულებო თქვენ. დიდი მადლობა ზარისთვის და იმისთვის რომ მიიღეთ მონაწილეობა გადაცემაში. ბატონო რეზო, კიდევ ერთ მსმენელს რომ ავალოდინოთ დიდხანს და გამოვეხმაურებთ ბატონის მოსაზრებას. მოგესალმებით. ეთერში ხართ, გისმენთ? არ ესმის ჩვენს მსმენელს ჩვენი ხმა კი ბატონო, მაშინ ხო, ისმინდოდა დამეტებინა შევარდნაძის მარჯვენა ხელი. დიახ. ჩემო ბატონო მიხეილ სააკაშვილს რო უჭერთ ხარსო და ჩემზე ლაპარაკობთ რომ შევარდნაძის მარჯვენა ხელი ვარ. მიხეილ სააკაშვილი შევარდნაძის დეპუტატიც იყო. მისი უმრავლესობის წევრიც იყო, მისი უმრავლესობის ლიდერიც იყო, მისი იუსტიციის მინისტრიც იყო, მას მერე რაც მე გადავდექი. და მე როცა მივდივარ, ტყილა არ მივდივარ, უნდა დააკვირდე ამას. და ასე შემდეგ, თქვენი მიხეილ სააკაშვილი თვენახევარი დადიოდა ჩემ კარზე იყო აყუდებული, რომ ნაციონალური მოძრაობაში როგორმე შევეთრიე და შემათრია ორი თვით. ვიყავით ნაციონალური მოძრაობის წევრი იყავით? არა, თანათავმჯდომარე ვიყავით მე და მიხეილ სააკაშვილი და მე დაგვემატა ლევან ბერძენიშვილი. ოღონდ ორი თვით. იქნებ ისიც იკითხოთ, რატო არ ვიყავი მაშინ საკრებულოს წევრი, თუმცა მეორე ნომერი ვიყავი და გავედი. ხო? რატო გადავდექი საერთოდ თანამდებობიდან? ასეთი თანამდებობებიდან არ მიდიან კორუფციონერები, ჩემო კარგო. ასე რომ გაითვალისწინო მარტო თქვენს გასაგონად არ ვამბობ, ბუნებრივია, ვინც არ იცის იმაზე ვლაპარაკო. ბატონო რეზო, გველოდებიან კიდევ მსმენელები. მოგესალმებით. ეთერში ხართ, მოგესალმებით. არ ესმის პირველ მსმენელს, მეორე მსმენელს. ერთი კითხვა მაქვს მე თქვენთან. გისმენთ. კითხვა სახვეწარი. აი ვენაცვალე ჩვენ მიშას, ჩვენ სააკაშვილს, როგორც პრეზიდენტს, მაგის გარდა პრეზიდენტს მე არ მინახე ეგეთი პრეზიდენტი მე. საერთოდ არ პრეზიდენტი, არ პირველი დივანი, არც არავინ. დაწყებული ჟავანაძიდან დამთავრებული მარტო ზვიადი იყო და აი ჩვენი სააკაშვილი. და თქვენ გენაცვალეთ რა.
გადაეცეთ ჩემგან აი ყველა პატრიოტისგან პატრიოტი ვარ მთელი საქართველოს. გადაეცით დიდი მადლობა მას. გასაგებია თქვენი მოსაზრება, დიდი მადლობა ზარისთვის. მსმენელი კვლავ ეთერში, მოგესალმებით. ალო. ეთერში ხართ, გამარჯობა. მოგესალმები მიშა საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის. მივესალმებით თქვენს სტუმარს. მოგესალმებით. მართლა პროფესიონალებს უნდა დაუთმოთ. ზუსტად რეზოშავიშვილის დევნილი ვარ ხაზე და ზუსტად ამნაირ კაცს უნდა დაუთმოთ ასპარეზი. მადლობთ. მადლობა თქვენ ზარისთვის. კიდევ მსმენელი, მოგესალმებით.